მოგესალმებით, მოამბე 10 საათზე პირდაპირ ეთერშია. გორში სამართალდამცავების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა ვივამედის კლინიკა დატოვა. კლინიკის ინფორმაციით მისი სტაციონარში დატოვების აუცილებლობა არ არსებობდა. მანამდე კი პაპუნა ლოცულაშვილი სამხარეო პროკურატურაში გამოკითხეს. გამოკითხვა პროკურატურაში 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ადვოკატის ინფორმაციით, იზოლატორის დატოვების შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალდებული სტატუსი შეუნარჩუნდა. 30 წლის მამაკაც სამართალდამცავებმა გორში კომბინატის დასახლებაში სცემეს. ფაქტს წინ უძღოდა შელაპარაკება. მომხდარი ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა. მომხდარზე გამოძიება პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე დაიწყო. ყველამ კარგად თუ დაიცოდეს, რომ წამება არავის არ შერჩება და ეს ყველაფერი ფაქტები დადასტურებულია კადრებით და პირველ რიგში პროკურატურას ვთხოვ, აი რომ დააკავეს რაღაც უსაფუძვლოდ და თითქოს დაეხლა რაღაც სტატუსი აქვს, ხო, რომელიც სტატუსიც მე ვერ გავიგე. სასწრაფოდ შეწყდეს ბატონ პაპუნაზე აღნიშნული სისხლის სამართლის წარმოება სასწრაფოდ გამოიტანოს პროკურატურამ დადგენილება, რომ აღნიშნული საქმე შეწყდეს და რაც შეეხება მეორე საქმეს, ამ წამებელ პოლიციელებს აუცილებლად ყველა დასჯილი უნდა იყოს და იქ არ იყო 1 ან 2 ან 3. მე შემიძლია ამ ეტაპზე გითხრათ, რომ რამოდენიმეჯერ მოხდა მასზე ფიზიკური ძალადობა. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ყველა დაისაჯოს. ძალიან დიდი უსამართლობა ხდება საქართველოში. და დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი სიტუაცია ძალიან ბევრჯერ ხდებოდა, მაგრამ არ ყოფილა ესეთი კადრები, რაც დღეს მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ გვაქვს. რაღაცებს უკავშირებ, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე არ მინდა საუბარი. პარლამენტში დღეს განათლების მინისტრს მოусმენენ. გივი მიქანაძე ინტერპელაციის წესით საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციამ საქართველოსათვის დაიბარა. დეპუტატების კითხვები შეეხება განათლების დაფინანსებას, საკადრო პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას, პროგრამების გადანაწილებას, აკადემიურ თავისუფლებას, ზოგად და უმაღლეს განათლებას. ეს რეფორმა, რასაც ისინი დაჩქარებული წესით ატარებდნენ და განახორციელეს, ნამდვილად არ ემსახურება პირველ რიგში სტუდენტების ინტერესებს, არ ემსახურება უნივერსიტეტის ინტერესებს და არის ალკოჰოლური უნივერსიტეტები, მაგალითად სოხუმის უნივერსიტეტი, რომელიც ფაქტურად გაუქმების პირას არის, ვინაიდან ფაქტურად გამოშიგნეს ის კონკრეტული ფაკულტეტები, რაც ამ დევნილ უნივერსიტეტს ჰქონდა. შესაბამისად, საინტერესო იქნება დღევანდელი ინტერპელაცია, როგორ წარმართება, ანუ რა პასუხები ექნება ამ კონკრეტულ მნიშვნელოვან და მწვავე კითხვებზე, რომელიც ეს კითხვები არ არის მხოლოდ ასე ვთქვათ ჩვენი პოლიტიკური პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს არის კითხვები, რომელიც აწუხებთ აბიტურიენტებს, აწუხებთ სტუდენტებს, აწუხებთ პროფესორ მასწავლებლებს. შესაბამისად, საინტერესო იქნება მათი არგუმენტაცია. პირველი ხელისუფლება ვართ, რომელმაც სისტემური ფუნდამენტური განათლების რეფორმა დაიწყო და რომლითაც მათ შორის სტუდენტებს ეძლევათ, ფაქტიურად ათასობით სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა უფასოდ მიიღოს უმაღლესი განათლება. მათ შორის დასახელდა ის გამოწვევები, რომელიც არსებობს და კონკრეტული გეგმა წარმოვადგინეთ იმ თითოეული გამოწვევის აღმოსაფხვრელად. თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ მათ შორის ინტერპელაციის კითხვებში ჩანს ერთი რომ არაკომპეტენტურობა, ერთი რომ ცოდნა არ აქვთ მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძველს, რომ შევაფასოთ ეს როგორც მიზანმიმართული თავდასხმა, ასე ვთქვათ, იმ ისტორიულ რეფორმაზე, რომელიც ჩვენი შვილების მომავალზე არის. გრძელდება დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა. კანონპროექტს დღეს მეორე მოსმენით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხდომაზე განიხილავენ. შემდგომ კი ცვლილებებზე სესიაზე იმსჯელებენ. პროექტის თანახმად შეიქმნება დიპლომატიის აკადემია, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს მიიღებს და როგორც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, ასევე კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიან კურსს განახორციელებს. კანონპროექტით ასევე შემოდის დიპლომატიური კადრების მომზადების ახალი სისტემა, რომლის თანახმადაც პირები, რომლებიც აკადემიაში კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიანი კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ, დიპლომატიურ თანამდებობაზე დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის შესაბამისად დაინიშნებიან. იცვლება დიპლომატიური რანგის მინიჭების წესი და ფართოვდება უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობების ჩამონათვალი, რომლებსაც შეიძლება საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი მიენიჭოთ. კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და სავარაუდოდ დღესვე კანონპროექტს მესამე მოსმენითაც განიხილავენ.
ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასე ვთქვათ, ფარგლებში შემავალი ოფიციალურად უმაღლესი სასწავლებელი, რომელსაც ექნება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამები და სწავლება წარიმართება დიდწილად სწორედ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბაზაზე. ანუ არსებული დიპლომატების და სამინისტროს თანამშრომლების მონაწილეობით და მათ შორის სხვადასხვა მოწვეული პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობით. თავისთავად შეიძლება არ იყოს სუდი ინიციატივა, როდესაც ქვეყანას აქვს სწორი საგარეო კურსი და როდესაც ქვეყანა აჩვენებს კარგ მაგალითს დიპლომატიის წარმოების, მაგრამ დღეს კიდევ ვიმეორებ, ჩვენ დიპლომატია ფაქტობრივად დიპლომატიას აღარ გავს და ამაზე პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, არის მხოლოდ და მხოლოდ ოცნება. მაშინ, როდესაც აქამდე არ არსებობდა ასეთი უნივერსიტეტი, რომელსაც ეკრება დიპლომატიის აკადემია, რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ საჯარო მოსამსახურეები, ჩვენი საამაყო დიპლომატები მაქსიმალურად განვითარდნენ, ასევე ახალ კადრებს მიეცეთ სრული კომპეტენცია, ცოდნა, გამოცდილება იმისთვის, რომ ამ კარიერაში შევიდნენ. გვაქვს პრობლემა რეალურად, რაც გულისხმობს კვალიფიციური დიპლომატების კიდევ უფრო მეტი რაოდენობის ქონას საქართველოში, ასევე გულისხმობს იმას, რომ ამ პროფილით მიმდინარეობდეს ინტენსიური სწავლება, ასე რომ ემჯერა, რომ ამ აკადემიას აქვს სრული შესაძლებლობა იმისთვის, რომ ამ მიზნებს მიაღწიოს. ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა, რომელსაც აქვს რეგიონში უმნიშვნელოვანესი ფუნქციები, ამ კუთხით დიპლომატიას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 26 მაისს გამართული საპროტესტო აქციით ბოლომდე კმაყოფილი არ არის. საპროტესტო მსვლელობა მაინც დამიტოვა უკმარისობის განცდა. არ გაეცა პასუხი მთავარ კითხვას, რა არის შემდეგი ნაბიჯები. ვეძებთ რევოლუციური ჯავშან მანქანის ინჟინრებს, დაწერა სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილმა. მისგან განსხვავებით 9 პოლიტიკური ძალისგან შემდგარი ერთობის ლიდერთა დიდი ნაწილი შეკრების მასშტაბით კმაყოფილია და ახალ კამპანიას იწყებს სლოგანით საქართველო იმსახურებს უკეთეს, რაც მოქალაქეებთან შეხვედრებს და აქციებს გულისხმობს. ალიანს გარეთ მყოფი ოპოზიციური პარტიები კი მიიჩნევენ, რომ საპროტესტო აქციამ ნათლად წარმოაჩინა, რომ ქუჩის პოლიტიკას მომავალი არ აქვს. რაც შეეხება მმართველ ძალას, ქართული ოცნება ოპოზიციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის ნაკლებობაზე ამახვილებს ყურადღებას. მე ვერ მივიღებ ამ როგორც ალიანსის შენიშვნას, ჩემი აზრით უფრო უკმაყოფილო იყო შეიძლება მისი საკუთარი პარტიის ჩართულობით. არ ვიცი, როცა მოვლენ შეხვედრაზე, მოვისმენ და შემდეგ შევაფასებ. პოზიციის ალიანსს გვაქვს შეთანხმება სტრატეგია, როგორ უნდა წავიდეს პროცესი. და ეს პროცესი არის მშვიდობიანი პოლიტიკური პრესინგი და მშვიდობიანად რეჟიმის ჩამოშლა. ვერავინ უარყოფს 80,000-ობით ადამიანი გამოვიდა, ვერავინ უარყოფს იმას, რომ ნოემბერ-დეკემბრის შემდეგ ყველაზე დიდი აქცია ჩატარდა. ალტერნატივის შექმნა არის აუცილებელი და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ახლა ალტერნატივის შექმნაზე, რომ ქართულმა ხალხმა დაიჯეროს ტრანზიციის, ანუ ივანიშვილის და მისი რეჟიმის დამარცხების და ჩვენი გამარჯვების. ბევრმა ადამიანმა განაცხადა, რომ მათ არ ეშინიათ და ებრძვის საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. კარგია ის ფაქტი, რომ ოპოზიციის ლიდერების მხრიდან არ ყოფილა ბოიკოტის პროპაგანდა, ბოიკოტი, რომელიც თავის მხრივ იყო ძალიან დიდი შეცდომა. რომ გამოჩნდა ის, რომ მხოლოდ ქუჩის აქციები არ იქნება საკმარისი ოცნების შესაძლებლად და ამიტომ ჩვენ ეს კარგად ვიცით, ვიაზრებთ ამ რეალობას და ჩვენ პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით ვიბრძვით ოცნების წინააღმდეგ. იყო უფრო მეტად პარტიების მიერ ორგანიზებული პარტიული ღონისძიება, რომლის მიზანი იყო აქტიური ამომრჩევლის, ასე ვთქვათ, გადათვლა. თუმცა ამან აჩვენა, რომ ცხადი არსებობს საპროტესტო მუხტი ხალხში. თუმცა ეს საპროტესტო მუხტი არ ითარგმნება პარტიების მხარდაჭერაში, ყოველ შემთხვევაში იმ პარტიების მხარდაჭერაში ნამდვილად არ ითარგმნება, რომლებიც იყვნენ შეკრების ორგანიზატორები და ეს დაადასტურა ხალხის რაოდენობამ. კოლექტიურ განსხვავებას მე მგონი სიმართლე წამოსდა, რომ ნამდვილად საქართველოს უკეთეს იმსახურებს საქართველოს უკეთეს ოპოზიციას და იმისათვის, რომ უკეთესი ოპოზიცია იყოს ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბებული, მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულებრივი სისტემის შექმნა პოლიტიკური ძალების გასამართლება მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოში და რეალურად ამ ქვეყნის მოკეთეებს და ამ ქვეყნის მომავალზე ბრუნავ ადამიანებს კონდეთ შესაძლებლობა, რომ ჩაერთონ პოლიტიკურ საქმიანობაში და არ იყოს ოკუპირებული კოლექტიური განსხვავების მხრიდან ოპოზიციის მთელი სივრცე.
საქართველოს უკრაინის ურთიერთობა და კომუნიკაციის გადატვირთვა პოლიტიკური შეფასებების თემა თბილისში. რამდენიმე დღის წინ გაირო ერთობლივი რეზოლუცია მიიღო, სადაც რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმებია დაგმობილი. ერთობლივ რეზოლუციას 50-ზე მეტი ქვეყანა აწერს ხელს და მათ შორის არის საქართველოც. ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა მადლობას უხდის შვეიცარიის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს და ყველა იმ ქვეყანას, რომლებიც გაეროს წესდებისა და ჰელსინკის პრინციპების დასაცავად გამოვიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი საქართველოს და ქართულ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. უკრაინა, ზელენსკი და უკრაინის ოფიციალური პირები ყოველთვის იქნენ საქართველოს და ქართული ხალხის გვერდით, საქართველოს ეროვნული ინტერესების დამცველები. შესაბამისად, მოლოცვა საქართველოს ეროვნული დღესასწაულის დამოუკიდებლობის დღის არ არის გასაკვირი მათი მხრიდან. ის ნარატივი ანტისახელმწიფოებრივი, რაც თავის მხრივ ანტიუკრაინულიც იყო ქართული ოცნების მხრიდან წამოსული, რომელმაც ჩიხში შეიყვანა საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობები და რა თქმა უნდა, ამ სიტუაციის გამოსწორება ასევე ევალება ქართულ ოცნებას. ქართველებს და უკრაინელებს გვაქვს საუკუნოვანი მეგობრობა და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ყველაზე უფრო მძიმე გახდა ქართულ-უკრაინული ურთიერთობები და სამწუხაროდ რუსეთის თავდასხმის, რუსეთის აგრესიის უკრაინას შემდეგ ჩვენ ფაქტობრივად ზურგი ვაქციეთ. რიტორიკის დონეზეც კი არ უჭერდით მხარს უკრაინას, არავინ მთხოვდა ომში ჩართვას, ამ ურთიერთობის დათმობა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესია. უბრალოდ ეს ქართული ოცნების ხელში ვერ მოხდება, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ ერთხელ უკვე ზურგი შეაქცია მეგობრებს. როდესაც დაიწყო უკრაინაში ომი, ჩვენ იმთავითვე ვთქვით, რომ ვრჩებოდით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, გათვალისწინებით იმისა, თუ რა არადიპლომატიური და დესტრუქციული ნაბიჯები და გადაწყვეტილებები იქნა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გადადგმული საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით. ახლა, როდესაც თავად უკრაინის ხელისუფლება საუბრობს იმაზე, რომ დღის წესრიგში დააბრუნეს ამ ურთიერთობების გაჯანსაღების საკითხი, რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი ინტერესით შეგვიძლია დავაკვირდეთ იმას, თუ რა კონკრეტულ ქმედებებში იქნება ეს ნარატივი განსხეულებული. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს ჩარლზ იოქის და პიტერ ანდრეოლის შეხვდა. განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა შუა დერეფანზე და საქართველოს როგორც რეგიონული დამაკავშირებლის და სატრანსპორტო ჰაბის როლზე. ორივე მხრიდან დაფიქსირდა მტკიცე მზაობა გაგრძელდეს მუშაობა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საპატრიარქოში იმყოფებოდნენ, სადაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შეხვდნენ. შეხვედრას დაესწრო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი. დელეგაციის წევრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაღდრება მიულოცეს. შეამესამე დელეგაცია საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე დაპატიჟა. შეხვედრას წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები დაესწრნენ. შეხვედრა საპატრიარქოში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც ამ დელეგაციაში იყვნენ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, მათ შორის კავკასიის საკითხებში უშუალოდ საქართველოს მიმართულებით. საუბარი გაიმართა სხვადასხვა საკითხებზე, რომელიც გვაერთიანებს საქართველოსა და ამერიკას. აღინიშნა, რომ ამ ურთიერთობებს აქვს პოტენციალი კიდევ უფრო გააღრმავებისა, მთლიანობაში შეხვედრა იყო საქმიანიც და ძალიან გულთბილიც, იმედის მომტანი, რომ უახლოეს პერიოდში უკვე შესაძლებელი იქნება ითქვას, რომ ურთიერთობები სხვა ეტაპზე გადავიდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრი დიდი მეგობარი და ლიდერი თავის ქვეყანას აძლიერებს, ამდიდრებს და ძალიან უსაფრთხოს ხდის. ნიკოლ ფაშინიანი სრულად იზიარებს ჩემს ხედვას მშვიდობისა და კეთილდღეობის შესახებ სომხეთისა და მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისათვის. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. დონალდ ტრამპის განცხადებით, მალე ამერიკა და სომხეთი ერთად ჩაუყრიან საფუძველს ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტს, რომელიც მისივე თქმით სამხრეთ კავკასიას გარდაქმნის და ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს ცენტრალური აზიიდან პირდაპირ შეერთებულ შტატებამდე წვდომის შესაძლებლობას მისცემს. ტრამპის თქმით, ამ მიზეზების გამო ნიკოლ ფაშინიანს ამერიკის პრეზიდენტის სრული მხარდაჭერა აქვს 2026 წლის 7 ივნისის არჩევნებზე. ნიკოლის დახმარებით ჩვენ შეერთებულ შტატებს, სომხეთს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას უპრეცედენტო სიმაღლებამდე ავიყვანთ, წერს დონალდ ტრამპი.
ამერიკის სამხედროებმა ირანში ახალი იერიშები განახორციელეს და მიზანში ამოიღეს ობიექტი ჰორმუზის სრუტის მიმდებარედ, რომელიც ამერიკის ერთ-ერთი ოფიციალური პირის განცხადებით საფრთხეს უქმნიდა როგორც ამერიკულ ძალებს, ისე კომერციულ საზღვაო მოძრაობას. CNN-ის ცნობით, ამერიკამ ასევე ჩამოაგდო ირანის 4 დამრტყმელი დრონი, იერიში მიიტანეს ირანის სახმელეთო მართვის სადგურზეც ქალაქ ბანდარ აბაში, საიდანაც მეხუთე დრონის გაშვება იგეგმებოდა. ამერიკული მხარის განცხადებით ეს ქმედებები თავდაცვითი ხასიათის იყო. მანამდე კი ირანულმა მედიამ გავრცელა ინფორმაცია, რომ გამთენისა 3 აფეთქების ხმა გაისმა ბანდარ აბასის აღმოსავლეთით ირანის სტრატეგიულ საპორტო ქალაქსა და სამხედრო საზღვაო ბაზასთან, რომელიც ჰორმუზის სრუტესთან მდებარეობს. ირანულმა მხარემ საპასუხო იერიში მიიტანა იმ ამერიკულ ავიაბაზაზე, ირანულ სამიზნებზე განხორციელებული ამერიკის თავდასხმებისათვის გამოიყენებოდა. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით არ არის დარწმუნებული, რომ ირანთან შეთანხმება უნდა დაიდოს, თუ ქვეყნები არ შეუერთდებიან აბრაამის შეთანხმებას, რომელიც არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ისახავს მიზნად. დონალდ ტრამპის თქმით, მკაცრად ითხოვს, რომ აბრაამის შეთანხმებას საუდის არაბეთი და კატარი შეუერთდნენ. ტრამპის განცხადებით ის არ დათანხმდება შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ირანი თავის გამდიდრებულ ურანს რუსეთს ან ჩინეთს გადასცემს. ომანი ისე მოიქცევა, როგორც ყველა სხვა წინააღმდეგ შემთხვევაში მათი აფეთქება მოგვიწევს. ასე უპასუხა ამერიკის პრეზიდენტმა კითხვას, დაეთანხმებოდა თუ არა შეთანხმებას, რომელიც ირანსა და ომანს ჰორმუზის სრუტეზე ერთობლივი კონტროლის საშუალებას მისცემს. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ სრუტე ყველასათვის ღია უნდა იყოს და მისი კონტროლი არც ერთ ქვეყანას არ უნდა შეეძლოს. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ამერიკა ჰორმუზის სრუტეს ზედამხედველობას გაუწევს. ისრაელმა სამხრეთ ლიბანის ქალაქ ტვიროში ჰეზბოლას ინფრასტრუქტურაზე საჰაერო იერიში მიიტანა. მანამდე სამხრეთ ლიბანის მასშტაბით ევაკუაციის ბრძანება გაიცა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით ჰეზბოლას სამეთაურო ცენტრებზე დარტყმები ხორციელდება და მდინარე ზახრანის სამხრეთით ყველა ტერიტორია საბრძოლო ზონად ითვლება. შესაბამისად, მთელი რეგიონის მოსახლეობას მდინარის ჩრდილოეთით გადანაცვლებისკენ მოუწოდებენ. მედიის ინფორმაციით ეს იმას ნიშნავს, რომ ოპერაცია შესაძლოა გასცდეს იმ უსაფრთხოების ზონას, რომელსაც ისრაელი ამჟამად აკონტროლებს. კუბას პრობლემები აქვს, რადგან ქვეყანას არაკომპეტენტური კომუნისტები მართავენ. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ამერიკიდან 90 მილის დაშორებით არ შემდგარი სახელმწიფოს არსებობა შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. მარკო რუბიოს არ დაუკონკრეტებია, რას აპირებს შეერთებული შტატები კუბასთან მიმართებით. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს კვიპროსში არაფორმალურ შეხვედრაზე რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებების წინაპირობებს განიხილავენ. იმსჯელებენ, რა მოთხოვნები უნდა წაუყენონ რუსეთს და რა მიზნების მიღწევას ეცდება ევროპა, თუ ევროკავშირი მოლაპარაკების პროცესში ჩართვას გადაწყვეტს. წყაროს თქმით, კაია კალასი აპირებს წარმოადგინოს საკუთარი ხედვა, რაც მოიცავს ასევე უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას, რუსეთის ყოფნის აკრძალვას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო. ასევე რუსეთის მხრიდან ევროპის წინააღმდეგ მიმართული კიბერშეტევების, დრონების გამოყენების და ინფორმაციული საქმიანობის შეწყვეტას. მედია წერს, რომ ამ ეტაპზე ევროპაში ერთიანი პოზიცია არ ჩამოყალიბებულა. ევროკომისია 16 ივნისს წარადგენს წინადადებას უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნის შესახებ. ევროაქტივის ინფორმაციით, კომისია აღნიშნულ წინადადებას ბრიუსელში გენერალურ საქმეთა საბჭოში ევროპელი მინისტრების შეხვედრაზე წარადგენს. ამავე ცნობით, ეს ევროკავშირის ლიდერებს საშუალებას მისცემს, რომ 2 დღის შემდეგ ევროპულ საბჭოში ეს ნაბიჯი დაამტკიცონ. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისათვის ზუსტი პირობები ჯერ შეთანხმებული არ არის. ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები 6 ეგრეთ წოდებულ კლასტერად იყოფა. მოლაპარაკებების თითოეული კლასტერის გახსნას კი ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. და კვლავ საქართველო, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. სატყეო სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციის შედეგად სოფელ ხელედში დაახლოებით 42 კუბური მეტრის წიწვოვანი სახეობის მასალა ამოიღეს. სახელმწიფო ტყიდან მერქნის გადაზიდვას სამართალდამრღვევი საკუთარი სატვირთო ავტომობილით ცდილობდა. მასალების შესასწავლად საგამოძიებო უწყებას გადაეცა. ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერების მიზნით გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებები 24 საათიან რეჟიმში პატრულირებენ, ვიყენებთ ტექნიკურ საშუალებებსაც, მაგალითად ფოტოხაფანგებს, დრონებს და სხვა. ნებისმიერი გამოვლენილი კანონდარღვევის მიმართ გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული მკაცრი სანქციები. მოამბე ახალი ამბებით 12 საათზე დაბრუნდება, მე ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.